და ჩვენ გვექნება მთელი ღონისძიების განმავლობაში ამ გამოკითხვის პასუხების ამოცნობა დედიკოების მიერ. ღონისძიებაში ჩართულები იქნებიან ასევე მამიკოები, ოღონდ მამიკოები სხვა რაღაცებს ამოიცნობენ, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი დაიწყება და კიდევ რაც თავარია 6 მშობლის და ბავშვის ჩართულობით 6 არაჩვეულებრივი ნომერი გაქვთ თქვენ მომზადებული და მანამდე კი ვნახოთ ვიდეო. მე მახარ ზედა როცა მოკოცნის და მეხუთება. ჩემი დედიკო არის ძალიან საყვარელი და ტკბილი. დედიკო რომ მეფერება მეუბნება ანგელოზე ხარო. დედიკო იმიტომ მიყვარს რომ მეთამაშო. დედიკო ვერნერია როცა ვეხუტებ. დედიკო იმიტომ მიყვარს რომ მეხუტება. ჩემი დედიკო არის საყვარელი და ლამაზი. ყველა დედიკოს მილოცავ დედის დღეს. ჩემი დედიკო კეთილი არის. დედიკოს რომ ვეფერები ვეუბნები მიყვარხარ. ჩემი დედიკო არის საყვარელი, ლამაზი და კეთილი. დედიკო იმიტომ მიყვარს რომ ხანდახან სუმას ეინებს ხოლმე და მიკეთებს ხოლმე მე რაც მინდა ხოლმე. დედიკო მეფერება, მეულება რაღაცას,
რას მეურება მიყვეხავა ძალიანო? დედიკო გილოცავ დედის დღეს. დედიკოს რა ვეფერები ვეუბნები მიყვარხარ. ჩემი დედიკო არის კეთილი, მომხიბლელი და ლამაზი. დედიკო გილოცავ დედის დღეს. დედიკო ბედნიერია, როცა მე სახლში ვარ და არ ვაბრაზე. და კარგად ვექცევი. მე დედიკოს დავაგებაში ვეხმარები, ლოგინს ვავაგებ, ჭურჭელს ვეცხავ და ყველაფერს ვეხმარებ. დედიკო გილოცავ დედის დღეს. დედიკოს უყვარს ჩემი ჩახუტება და მოფერება. დედიკო მიყვარს რომ სულ მეხუტება, სულ მეფერება, სულ მეთამაშება და სულ ზრუნავს ჩემს ხანდახან. დედიკო გილოცავ დედის დღეს. დედიკო ძალიან მიყვარხარ. დედა გილოცავ დედის დღეს. ჩემი დედიკო არის ქერათმიანი, ლამაზი, მოსყვარული, მეგობრული და ასევე ლამაზიც. ჩემი დედიკო არის კეთილი და ჩემზე ზრუნავს და ლამაზი გოგოა. დედიკოს მეც მეუბნები რომ მიყვარხარ. დედიკო რომ მეფერება მეუბნება მიყვარხარ. დედიკო მიყვარხარ, გილოცავ დედის დღეს. დედიკო ბედნიერია, როცა მე მეხუტება, მეკოცნის და მეფერება. დედიკო ამიტომ მიყვარს, რომ სულ ზრუნავს ჩემზე. დედიკო რომ მეფერება, მეუბნება ნინა ძალიან მიყვარხარ. დედიკო იმიტომ მიყვარს, რომ ისრუნელია და ბევრ რაღაცას მასწავლის. ჩემი დედიკო არის მხიარული და სულ მეხუტება. მეცადინეობაში სულ მეხმარება ყველაფერში. დედიკო გილოცავ დედის დღეს და გიყვარხარ ძალიან. დედიკო ძალიან მიყვარხარ. დედიკო გილოცავ დედის დღეს. დედიკო გილოცავ დედის დღეს. დედა გილოცავ დედის დღეს. ვიყვარხარ გულში. ჩემი დედიკო არის ბედნიერი, როცა მეხუტება. ხოლმე თამაშობს, მაშინაც არის ბედნიერი, ხოლმე ჭურჭელს ერთად ვეცხავთ და ვიცას ერთად ვაცხობთ. დედა გილოცავ დედის დღეს. დედიკო რომ მეფერება მეუბნება, ლამაზი გოგო ხარო. ყველა დედას ვლოცავ დედის დღეს. დედიკოს რა ვეფერები ვეუბნები, მიყვარხარ ძალიან გულში. დედიკო გილოცავ დედის დღეს. რომელი ანგლია საყვარელი ცხოველი? ლომი და ცოტახანს მოვიცავ და თითქოს კუნჯი მოგვიდა, ნო? ისი ხატვა უყარს სოფიას ყველაზე მეტად. არ უკარდაო. რაღაც ისარტყელასი და ყველაზე მეტად ვისთან უყარს ყურად წასვლა. დაჭისა. ნატო კავინარის. შენი დეიდაში. ნატო ორი გული. ორი გული ჩაწერა. არე, ერთი მეტი არა. ვინმე ლამაზი გულია. ხოჩა. ვინ უნდა
მაიმე. პოლიციელი. რომელსაც მე უყვარს ამის ყველაზე მეტად. ნატურალური წვენი სწორია, მაგრამ პოლიციელი ვერ გამოიცანით ასე რომ აბა. უიმე რა ამას ეთყობა რომ ხადრა ასპანიძე კესო. რომელი ხილი უყვარს კესოს ყველაზე მეტად? ბანანი, ყოჩა. რომელი საგანი უყვარს ყველაზე მეტად? კარტული. ჯერ ორივე არავის გამოუცია, ხო? და როგორ თავისუფლად. საფიქრად ახლოს არ მატარებ ჩემო საყვარელო დრო დედა რაც უფრო დრო გადის მით უფრო მჭირდები მით უფრო მეტად და მეტად შენი ჩახუტება ყველაზე ძლიერია მინდა მოგეფერო დედა ბრავო და შენ ერთი სულიც ვართ შვილო შენი სიცოცხლით შესხმული ფრთებით მთხოვე და შევძლე რაც უნდა იყოს შენს გამო დედი მხოლოდ შენს გამო ვცდილობ ყველაზე კარგი რომ ვიყო გაგიფერადო ცხოვრების გზები და შენთან ერთად ეკლესიაც ვსდიო ვიმღერო როცა არ მემღერება ვიცინო რადგან არ გიყვარს ცრემლი მინდა აგიხვდეს და წინ დაგიხვდეს ყველა ის ნატრა რასაც კი ელი მინდა ცხოვრების გზებზე 1000-ად სიკეთე ვთესო რომ არ შეშფოთდე რომ არ შეგცივდეს რომ არ შეშინდეს სულზე უტკბესო მე და შენ ერთი გული გვაქვს ვერი მე და შენ ერთი სულის ვართ შვილო შენი სიცოცხლით შესხმული ფრთები თხოვე და შევძლებ რაც უნდა იყოს რომელი საჭმელი უყვარს ყველაზე მეტად გიორგის? ხორციო, აი ასე ზუსტად ისე. ვიძახი როგორ ნუ თევზიც ხორცია და გადაგვირჩით ამ შემთხვევაში. რომელია გიორგის საყვარელი სათამაშო? მანქანები. რობოტი. შვენიერ, აფერადებს, აფერადებს. რომელია თორელას საყვარელი სასმელი? ლიმონათი, ყოჩა. ვინ არის თორელას საუკეთესო მეგობარი? ორი რა დასახელოს. ყოჩა. ყოჩა. რომელია მარიამის საყვარელი სასმელი? ნესკვიკი. ვინ უნდა რომ გამოვიდეს მარიამს? ექიმი უნდა რომ გამოვიდეს. დიახ, ექიმი. ექიმი და ერთი გული გეფუძნით თქვენ. ამანი ტამიდი ინდოელი რომელია თათოს საყვარელი ხილი? ერთი ეგ ნამდვილად მარწყვიარი, მაგრამ არც ერთი არ არის. ეს არის ზუსტად ამ თამაშის ხიბლი რომ იმას იძახიან და საერთოდ მარწყვია. ვაშლატა.
დედიკო მოვიდა სამსახურიდან დაღლილი, უყურებს ტელევიზორს, მე და ნიაკო ცეკვებთ. ბუნებრივი. საღამომშვიდობისა გამოშვებაში თქვენია. ორი დღე მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე წუთში პირდაპირ ჩართვა ბაკურიანდა.
ადგილია. ბოლო წლების ტენდენციით მცირდება იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც ბავშვებს 30 წლამდე არჩენენ. განსაკუთრებით მზარდია 30-დან 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ახალი მონაცემები 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს მკვეთრად თითქმის 4 წლით არ ემატება. სპეციალისტები ევროპის ქვეყნების მსგავს დისციპლინაში ასპარეზობს. დღეს მერმები სნოუბორდ ჰალფპაიპში დათამაშდა. ნიკო პერეტი ჩამოხდება ახლა ბაკურიანიდან აბატონებო, ეს წინაშია შეუდარებელი, განუმეორებელი, ნია ჯოგურიძე. ძალიან იშვიათმა ბავშვმა მითხრა საყვარელის ზღაპარი და ამიტომ ერთ-ერთია ორმა ბავშვმა მითხრა მხოლოდ საყვარელის ზღაპარი რომელი იყო. ავტორი გამორჩეულად კაი წითელ ქუდას ვიყრი. არა, ეს წითელ ქუდა ეს არის მუჭანახევარა და რისი კეთება უყვარს მათეს თავისუფალ დროს. თავისუფალ დროს ხატავს მომფე. არა? დაიგოს მომფელება და ჭადრაკის თამაში. ასე რომ რომელი საჭმელი უყვარს ნიაკოს ყველაზე მეტად? ერთ-ერთი აი ეგარი ზუსტად რომ ესე იგი არაჯერი უყვარს. არა, მაგდეს თუ ჩხატი არ არის. მორჩა. მოკლედ ნიაკოს უყვარს მანიფაფა. მინა არის ნია საუკეთესო მეგობარი. კუნჯივისა აქ ბავშვებო. ლუკა, ვინ არის? ძალიან საინტერესო არაფერი. თავისუფალ დროს რას აკეთებს გუჩა? ისი კეთება უყვარს? მომდევნო. ნუ ესე ჩემს ერთ-ერთი. მე მეკადა საინტერესო მაგი მოხსნებოდა. მაინჩებს ხო ნერვების მოსაჭ, კაცმაინც კაცმაინც აშკარებდა. კიდევ ერთი. რომელი სასმელი უყავს მოწოდაზე? ლოგობაში ბადალი არ ვიყავს. ბრავო, ძალიან კარგი ხარ, დიდი მადლობა. რომელი ტკბილეული უყავს მაგას ყველაზე მეტად? ტკბილეული? თქვენი უნდა დაწყვეტეთ. ეხლა თომეწერა, შვედიელი რომელი
ფილმი უყვარს, მაგას ყველაზე მეტად სერიალებიც შედის რა. სერიალები? რომელი ფილმია? დორამები ქვია. კი ბატონო და ერთიც ბისთან უყვარს სტუმრად. რომელიც საჭმელი უყვარს ყველაზე მეტად ხატი. რომელი ხილი უყვარს ყველაზე მეტად? კი ბატონო, მეშვენიანი. რომელიც ხამალი უყვარს ყველაზე მეტად? რა თვითონ? ნაცარჩექი რა? და რომელიც ხამალი უყვარს ყველაზე მეტად ანდრიას? ძაღლი, კი ბატონო, ერთი გული, მოდი ანდრია გამოიერთი, და ძალიან გამიკვირდა. და მაგალითად, ისი ხატვა უყვარს დაჭის ყველაზე მეტად? რომელი ფილმი უყვარს ყველაზე მეტად? ანიმე. ეგ არის? არა, მოსვა. რომელია თომას აყარელი ცხოველი? ღამურა. და მოდი ერთის და გადავიდეთ მუსიკალურ ნომერზე. კახაშვილი გაბრიელ. მოდი თომა და გაბრიელის ერთოს რომელიც შვილები უყვარს გაბრიელს ყველაზე მეტად? ნებისმიერი შოკოლადი. ასე აქვს. სად უყვარს არბანეგელის გატარება? არა, ბათუმში. იაფად მოინდომეს გამ. ეს მოგიწევთ ლექსია, ხოთ ყოველდღიური ჭრილობა. ხო და ამ ბავშვი, მაგრამ მაინც ჩემო ოქრო და ალმასო ზის მატლზე უფრო კეთილო მთვარეზე უფრო ლამაზო არც ყვავილებში მოგნახე გაყუჩებული მორჩილად არ ჩამოგიღე დათიდან როგორც უქმელი თოჯინა სინათლე ოთავ თვალისა აბა როგორ არ მიყვარდე გულის პიცარი ავიხსე სუფრენი ჩამოგიყვანე
მეტად სასმელი. Coca-Cola, საბავშვო შამპანი. რაზე ოცნებობს? დიდი სახე რომ გქონდეს ეზოთი და ბევრი ცხოველი ყავს. აი კი, ნამდვილად ოცნებობს რომ ყველა ქუჩის ძაღლი გადაარჩინოს. ჩვენიერი ოცნება მოდიუსა, მაგრამ რა ვქნათ ახლა საბავშვო შამპანი უყავს ბავშვს არა? რომელია ალექსანდრეს საუკეთესო მეგობარი? კესო? კესო, დიახ. რომელია მისი საყვარელი საჭმელი? ой, ამით მაკარონი ყვები? არა, კაცების საჭმელი. რომელი საჭმელი რომელი საჭმელი უყვარს ყველაზე მეტად? რომელია ნიკოს საყვარელი ფილმი? შოკოლადის ქარხანა. ძალიან გამიკვირდა, ხა ნიკოლოზი ძალიან ჭკვიანია ზოგადად, მაგრამ მისი საყვარელი ძალიან გამიკვირდა მაინც ბავშვისგან ნატრის ხე. და აქაც ჩანს მისი ეს განსაკუთრებული გასაგება და გონიერება. ასე რომ, მოდი ნიკოლოზ, მოდი, სად არის ჩვენი კი ბატონო. შემდეგი ნომერი არის სულად მოვემზადე. გონი პროფესორი ალექსანდრეს ხმა ისმის. გამარჯობა პროფესორო ალექსანდრე. დღეს ყველანი იმეცადინე? კი, ვიმეცადინე. აი ხუთჯერ წავიკითხე. მარტო ხუთჯერ? სულად შემეგაეკითხო. ой, ამათი სულად ჯერ წავიკითხა. ცოტა მოვემზადე, განახოთ მასწავლებელო. აი, მოჭერა გააკეთეს. ესე იგი ჩვენ გვაქვს ჯადოსნური ჭიქა, რომელშიც დგას ბურთი და მე ხლა ბურთს გავაქრო. თავზე დავახუროთ. მომეხმარეთ მასწავლებლო. ბიბიდი, ბობიდი, ბუ! და ბურთი გაქრა. მომეხმარეთ მასწავლებლო, რა უნდა გავაკეთო? ბიბიდი, ბობიდი, ბუ! ეხლა შეგიძლიათ ისევ გამოაჩინოთ? ბიბიდი, ბობიდი, ბუ! გამაგალია! მე მეორედ ვიცი მასწავლებელო. აი, ჩვენ გვაქვს ჯადოსნური მართკუთხედი. ამაში ჩავდებ ცისფერ ჟეტონს, დავაფარებ ხელს და ვიტყვი ბიბიდი, ბობიდი, ბუ! უი, არ გაქრა. მომეხმარებით მასწავლებელო? აბა, ესე ესე იგი, დავდეთ, დავაფარეთ ხელი, ბიბიდი, ბობიდი, ბუ! აბა, იდე. აბა, ბაბიდი, ბუ! აბა, უი, გაქრა, მეორე ხელში გაქვს. აბა, აქ არის? არ არის. აბა, მოდი ისევ გამოვაჩინოთ. ბიბიდი, ბაბიდი, ბუ! აი, საწყობილა. კიდე ჩვენ გვაქვს გოლები, ხო? მასწავლებლო. ვანახოთ, აბა, არა გოლები მასწავლებელს ორი აქვს. მეც ორი მაქვს. მოდი, აბა დავთვალოთ, სულ რამდენია? 1, 2, 3, 4. მასწავლებლო, შეგიძლიათ ერთმანეთს გადააბათ ეს რგოლები? აბა, გადავაბათ. ბიბიდი, ბობიდი, ბუ! ვაუ, გადააბა. ეხლა მე. ბიბიდი, ბაბიდი, ბუ! უი, არ გამომივიდა. ეს ჯადოსნური ჯოხი მომეხმარება. ბიბიდი, ბობიდი, ბუ!
გამოვიდა, როცა მასწავლებელი მინდა გამოვიდა. არავის არ გასწავლას გადა. რომელია მისი საყვარელი წელიწადის დრო? საფუძველი. ერთი გოდი. ეტია, სხვა ადამიანზე. სხვა დია, ზერო ჩადის, ოჩა. რომელია მარიამის საყვარელი ფილმი? შუა ქალაქში. ესა გადაეცი მარიამის დედიკოს და რამდენი ჩოგერი დამჭა თუ შეძის ხალხა უყვარს გაზაფხულის. დედაშვილი გაზაფხულს, მაგრამ აქ მაინც გაზაფხულის წელი. საყვარელი კბილეული რომელია? რა? მარშმელო. სნიკერსი. აბა, ლამაზი გული დედიკოს ნიტა. და ახლა კი ჩვენ ხერებს ნუცა და დავუხეთ. დაიწყოთ. Lama sih mama walda cuek gak karep lebih.